კახა კალათის საარჩევნო ბანერის დაზიანებაში ბრალდებული პოლიტიკოსი, დროას ლიდერი ელენე ხოშტარია სასამართლომ დამნაშავედ ცნო. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე გიორგი არევაძემ მიიღო. არევაძის განაჩენით ელენე ხოშტარიას 1 წლითა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. შესაბამისად ხოშტარია პენიტენციურ დაწესებულებას 1 წელიწადში დატოვებს, რადგან 6 თვე უკვე ზის. რაც შეეხება ნივთ მტკიცებებს, მოსამართლე გიორგი არევაძის განმარტებით, მარკერი განადგურდეს, ბანერი კანონიერ მფლობელს დაუბრუნდეს. მარკერი ამ შემთხვევაში არის დადაშაულის იარაღი. გიორგი არევაძე მერე რადგან ამ ამბავს მოყვა დიდი გამოხმაურება საზოგადოებაში, რადგან 4 შვილის დედა ეხა ბანერზე ფლომასტერით წარწერის გაკეთების გამო წელიწად 6 თვით რო ჩასვა ციხეში, როგორც ჩანს, მოსამართლემ თავი ვალდებულად იგრძნო, რომ განმარტება გაეკეთებინა და გააკეთა ასეთი განმარტება. არევაძის განმარტებით ხოშტარიას მიმართ შემავსუბუქებელი გარემოებები არ არსებობდა. ვინაიდან წარსულში ხოშტარიას წინააღმდეგ 16 ადმინისტრაციული საქმე იყო წარმოებული და არც ერთ მათგანზე შეფარდებული ჯარიმა არ გადაუხდია. დანაშაულს ადასტურებს ტელეკომპანიის მიერ გადაღებული კადრები, ასევე დაცვის თანამშრომლის მიერ გადაღებული კადრები ზიანის ჯამში 570 ლარს შეადგენს. ასევე ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით ბანერის აღდგენა შეუძლებელია. არ არსებობდა სხვა შემავსუბუქებელი გარემოებები. მის მიმართ 16 ჯერ იყო ადმინისტრაციული საქმე წარმოებული და არც ერთი დაკისრებული ჯარიმა არ აქვს გადახდილი. ასევე ჰქონდა შეფარდებული გირავი, რომელიც არ გადაიხადა. ზარალი არ აქვს ანაზღაურებელი და დანაშაულს არ აღიარებსო. განაცხადა გიორგი არევაძემ და სწორედ ამიტომ ყველაზე მკაცრი ფორმა გამოვიყენეთო. ჩვენი სტუმრები არიან გადაცემის პირველ ნაწილში თათია მექვაბიშვილი, ჯგუფი წინაპრების დამფუძნებელი, სალმონ გელაძე, სამართლის სპეციალისტი, ევროპათმცოდნე. მოგესალმებით. სპეციალურად ქალბატონი მოგიწვიეთ გადაცემაში, პროტესტში ჩართული აქტიური ქალბატონები, რათა ამ საქმეზე გვესაურა ზოგადად რა ამ მიდგომაზე, ხო, ანუ არ აღიარებ ზიასთან დაკავშირებითაც, ზია ამაღლობელი ჩვენი კოლეგა იცით. ხო, უკვე ამდენი ხანია ზის სილის გაწვრის გამო და როცა პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძეს კითხეს ერთ-ერთ ეთერში, ამით გაამართლა ეს ზიასო, აი ზიაც არ აღიარებსო და არ თანამშრომლობსო. და მე მართლა მაინტერესებს, ზიას საქციელიც კამერაზეა გადაღებული, ელენე ხოშტარიას ასტით ფლომასტერით რაღაცის ხატვაც კამერაზეა გადაღებული და რა უნდა აღიარო, ხო, როცა ყველამ დაინახა, რომ ისედაც გააკეთა ეს რაც გააკეთა. ხო, ანუ და რადგან არ აღიარებენ, ამიტომ კაცრი 2 წლით ზის სილის გაწვრის გამო 2 წელიწად ნახევრით ზია და ახლა ქალბატონი ელენე 4 შვილის დედა, აგერ 1 წლითა და 6 თვით. რა სიტყვით თათია თქვენგან დავიწყე. მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებლებს. აი რა უნდა ვთქვა, ბატონო მერაბ, მე ძალიან ძნელია იპოვო შეფასება და რაღაც სიტყვები მიუსადაგო ამ საქციელს დღეს, რასაც აკეთებს ეს რეჟიმი და ძალიან წინთ მათ, რომ ვეძახით რეჟიმს არალეგიტიმურებს, მაგრამ ყველა ქმედება, რომელსაც ისინი სჩადიან, გვაიძულებს ჩვენ საზოგადოებას, რომ ასეთად დავინახოთ. აი ყველაფრისგან დაცრილ ადამიანებად დავინახოთ ამ ეგრეთ წოდებული ხელისუფლების წარმომადგენლები, აი შესაძლებელი ფაქტიც არ სჭირდებოდათ. მე ზუსტად ვიცით ჩვენ საზოგადოებამ, რომ ელენემ ეს ჟესტი გააკეთა სოლიდარობის გამო იმ ახალგაზრდა გოგონასთვის, რომელსაც პატიმრობით ემუქრებოდა ეს რეჟიმი, იგივე მეგი დიასამიძეზე ვსაუბრობდა. ჩემთვის ორმაგად აი შემძვრელია ეს ფაქტი, რომ 4 შვილის დედამ, წარმატებულმა ადამიანმა, პოლიტიკოსმა გადადგა ეს ნაბიჯი, ეს იყო სოლიდარობა, აი ესეთი სოლიდარობა და გვერდში დგომა არის. აი მეორე მხარეს, რომლებიც რატომღაც ჩვენ გვეძახიან რაღაც გაუგებარ ადამიანებს და ყველა ჯერზე ჩვენ ვამტკიცებთ ამას, რომ სოლიდარულები ვართ ერთმანეთის მიმართ და გვტკივა ერთმანეთის წუხილი, ერთმანეთის დარდი და ყველაზე მთავარი, რაც ჩვენ გვაიძულებს, რომ ამდენი ხანი არ გავჩერდეთ, არის ის, რომ ეს ადამიანები ჩვენგან ითხოვეს შეგუებას. აი, თქვენ ახსენეთ ახლა, რომ ორივე შემთხვევაში ქალბატონი მზიას და ელენეს დაპატიმრების ანუ მიზეზად თუ წლების მისჯის მიზეზად ეგრეთ წოდებული პრემიერი ამბობს, რომ არ აღიარეს. ანუ ერთადერთი, რასაც გთხოვს ეს რეჟიმი, რომ ჩვენ უნდა გავჩერდეთ, უნდა ვუსმინოთ მათ, ანუ მივიღოთ ყველაფერი, რასაც გვთავაზობენ და ყველაზე მთავარი, ანუ გვაყენებენ არჩევანის წინაშე, ანუ არჩევანს გვიყენებენ
ჩვენს ღირსებას და ამ საშიში მეთოდებით რაღაც ჩვენს წინააღმდეგ წარმოებულ რეპრესიების, ანუ ორი რაღაც დადეს ერთმანეთის საპირისპიროდ. ეს არის, ანუ არ შეიძლება შენ საკუთარ მოქალაქეს აიძულებდე, რომ თავის სინდის შეხედულებებზე თქვენ ეთანხმებით თუ არა, ამაზე თქვას უარი. მე არ ამგონია რომ საზოგადოება რომელიც შედგება ასეთი ადამიანებისგან როცა აღიარებას ლაპარაკობენ ამ შემთხვევაში მზიან შემთხვევაში დიალეშენ გასაღერები არაფერი არ არის ხო ხა დანაშაული კამერების წინაშე მოხდა ისინი გულისხმობენ მონანიებას სავარაუდოდ ანუ იმ სიტყვას არ ამბობენ ხო რომ ანუ მოინანიოს ბოდიში მოიხადოს რაღაცა და იმიტომ რომ რეჟიმის პატიმრების დროს გავრცელებული ფრაზები იყო ზუსტად ეს რომ არ მოუნანი რომ ზოგიერთი ამ ეგრეთ წოდებული ხელისუფლების წევრი ამაზე აპელირებდა მაგრამ აი ყველაზე დასაფიქრებელია როცა დარწმუნებულები არიან რომ აი ამ შემთხვევაში რასაც ეხა ამ წუთას ელენეს რაზეც ელენეს პატიმრობა შეუფარდეს ქალს პოლიტიკოს დედას 4 შვილის დედას აი არ არსებობს მსოფლიოში ესეთი პრაქტიკა. ის ბანერი მე თქვი და მინდა თქვენ ეთერშიც გავიმეორე, რომ ის ბანერი ზუსტად ეს ხო საარჩევნო ბანერი, რომელსაც სხვა შემთხვევაში ალბათ თუ ისევ მერათა არ უნდა აირჩიონ, არ მახსოვს ეხა იქ რიცხვი ეწერა თუ წელი ეწერა თუ არა. არა, ეგ საარჩევნო ბანერს ყურა ხო, აი უბრალოდ წარმოუდგენელად მიმაჩნია, რომ იგივე ბანერი ბატონმა კახი კალაძემ გამოიყენოს მომავალ წელს. გადასაგდებია. კი, და გადააგდეს ჩვენ უყურეთ ამ ფაქტს, როგორც უყურეთ ელენემ დემონსტრაციულად წააწერა ბანერზე, როგორც წააწერა, ისე დემონსტრაციულად მათ რამდენიმე დღეში ჩამოხსნეს ეს ბანერი და რაღაც სპეციალური სამსახურები ემსახურება, ხო, ამან ისინი მიაჩაქჩაქებდნენ და მიჰქონდათ მანქანაში სანაგვეზე გადასაგდებათ, ხო, აი სხვაგან რა ვიცი ხა თუ კოლაჟს აკეთებს თავისი საარჩევნო ბანერების რომელიმე ამ ოცნების წევრი, ამაში არა ვარ დარწმუნებული. საუბრობთ თქვენ რა სიტყვით ამ განაჩენთან დაკავშირებით გიაბოლსკი ამბობს მაგალითად ასეთ რამეს რომ ესო რევოლუციას და სახელმწიფოს ვიცავთო რევოლუციებისგან გადატრიალებასგან ამ დიდ კონტექსტში უნდა დაინახოთო. შარვანაშვილი ამბობს ელენე ხოშტარია პოლიტპატიმრი არ არის. ხომ არის წამებული რაინდი, ხო და როგორმე წელიწად ნახევარი აიტანოს ისევე თავისი ქცევის გამო. როცა რაღაცას აკეთებს, თავად უნდა ახსოვდეს რომ ქალი და 4 შვილის დედაა. მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის. თათიას დავეთანხმები, რომ მართლა ძალიან რთულია ამის შეფასება გააკეთო, როგორც ადამიანური და მორალური, ისე სამართლებრივი შეფასება, იმიტომ რომ რეალურად არ არსებობს ხო არც დანაშაული და არც რაიმე ლეგიტიმური მიზანი, რისთვისაც ელენე ხოშტარია გაუშვეს ციხეში, ხო? ანუ რისი პრევენცია მოახდინეს, ანუ რომ ბანერებს აღარ შეექმნება საფრთხე, ბანერები დაიცვეს და 4 შვილის დედა წელიწად ნახევრით ციხეში დატოვეს? ან აქამდე რისთვის იჯდა ციხეში? ან ახლა რატომ ზის? მართლა უპრეცედენტოა ესეთი რაღაცა, რაც ქართულმა ოცნებამ გააკეთა, ხო? აი ანალოგების მოპოვებას რაღაცა მოძიებაც კი რთულია. იმდენად სამართლებრივ აბსურდში ვართ ჩვენ. თან ანუ ელენეს ოჯახიდან 2 სინდისის პატიმარი ყავთ, ანდრო ჭიჭინაძე და ელენე ხოშტარია. მარტო ამ ერთ ოჯახს რა გაუკეთა ქართულმა ოცნებამ. აი მარტო ამ ერთ ოჯახს როგორც მოექცა, ესეც კი საკმარისია მათი რეალური სახე რო დავინახოთ და ელენეზე საუბართან ერთად მე ძალიან მინდა რომ ცოტა კონტექსტიც მიმოვიხილო ამ დღეების განმავლობაში რა ხდებოდა და რა ვნახეთ, ხო? უპრეცედენტო დღეები იყო საქართველოს ისტორიაში. უპრეცედენტო ერთობა ადამიანების იმ კუთხით, რომ პატრიარქის გარდაცვალების სევდამ და გლოვამ გააერთიანა სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულების, სხვადასხვა სოფლმხედველობის, სხვადასხვა ასაკის ადამიანი, ხო? ადამიანები, რომლებიც მტრობდნენ ერთად შვიდობიანად იდგნენ რიგში საათობით იმისთვის, რომ ერთი მადლობა გადაეხადათ პატრიარქისთვის, იმისთვის, რომ მადლიერება გამოეხატათ, ხო? აი ამ კონტექსტში, ამ დღეებში ქართულმა ოცნებამ, რომელმაც ეს გლოვაც კი მიიტაცა და ისიც არ დაუშვა, რომ აი რომელიმე ყოფილი პარლამენტის თავმჯდომარე, ამ პრეზიდენტი, ახლა ოპოზიციის წარმომადგენლებზე აღარ არის ლაპარაკი, სიმბოლურად მაინც დაეყენებინა გვერდში, აი ამ ძალამ ის გააკეთა, რომ პატრიარქის დაკრძალვიდან 2 დღეში ქართველი ქალი, ქართველი დედა
ქართულ ქალზე და დედაზე დგას ჩვენი მთელი რელიგია, კულტურა და ტრადიციები, ხო? ციხეში გაუშვა მხოლოდ იმიტომ, რომ გააპროტესტა ის სამართლებრივი აბსურდი, ის მარაზმები, რაც ჩვენ ქვეყანაში ხდება. სოლიდარობის აქტის გამო დაიჭირა, ხო? თათია მოყვაწეღან, როგორც მოხდა ეს ამბავი. მეგის გამოუხატა სოლიდარობა და ფლომასტერით გააკეთა ბანერზე წარწერა. ადამიანის სიცოცხლეს ვინც უქმნის საფრთხეს, იმ ადამიანებს არ იჭერენ. ძვლები დაუმტვრიეს ახალგაზრდებს სახთან ხვდებოდნენ და ძალადობდნენ ყველა ოპოზიციურად განწყობილ ადამიანზე. არავინ დაუსჯიათ და ელენეზის წარწერის გამო ციხეში აი ესეთ სიტუაციაში ვარ და იმის მაგივრად რომ აი ამ კონტექსტში ბერი და ერი ყველა გაერთიანდეს, ხო, აი როგორც მაგალითად პატრიარქის ამბავმა გაერთიანა ზოგიერთი სასულიერო პირი გამოდის და გვეუბნება რომ გლოვის დღეებში მაინც შეწყვიტეთ პროტესტიო. გლოვის დღეებში პროტესტი კი არ უნდა შევწყვიტოთ, პროტესტი უნდა გავაძლიეროთ, იმიტომ რომ უდანაშაულო ადამიანების ციხეში ჯდომის გამო ვიბრძვით ზუსტად. რატომ უნდა იჯდეს 100 უდანაშაულო ადამიანი ციხეში? ჩვენ კი არა, სასულიერო პირებმაც უნდა აიმაღლონ ამაზე ხმა. როგორც იმ დღეებში თქვა რამდენიმე ხნის წინ ანდრია ჯაღმაიძემ რომ მიმართეთ, ჯერ ცოცხალი იყო პატრიარქი რომ საპატრიარქო მივმართეთო ხელისუფლებას გამოშვების კი, ნახე მე რა მე ეს განცხადება, მეც ესეთი 4-ჯერ მივმართე და 4-ჯერ უარი მეც ესეთი ინფორმაცია მაქვს, რომ პატრიარქის სურვილი, დიდი სურვილი იყო პატიმრების ციხიდან გამოშვება, სინდისის ტყვეების და საპატრიარქო მიმართა ქართულ ოცნებას ამასთან დაკავშირებით, თუმცა არც პატრიარქის გარდაცვალებამ არაფერმა არ უბიძგა იმისკენ, რომ რაღაცა ეს ნაბიჯი რეალურად გადაედგათ და ზუსტად იმიტომ, რომ ესე იქცევიან ცალი ხელით თავსდებენ ტრადიციებზე, მართლმადიდებლობაზე, ქართველობაზე და მეორე ხელით ადამიანებს სიცოცხლეს უმწარებენ და უსამართლოდ ექცევიან, ვის ჯერა ამ ყველაფრის? ხო, ეს ყველაფერი არის ფსევდო, იგივე გულით და გონებით. თან ბოროტი იყო და თან მორწმუნე, ეს არ ხდება. არ შეიძლება თან პატრიარქი გიყვარდეს და მის განვლილ გზას აფასებდე და თან ბოროტებას ჩადიოდე საკუთარი ხალხის წინაშე, წამლავდე, ცემდე, იჭერდე და ამ კონტექსტში ვართ ახლა რეალურად და მე ძალიან ბედნიერი ვიქნები რომ აი ამ თეთრის და შავის გარშემოც გავერთიანდეთ. მე ხომ არ ვითხოვ ერთიანობას რაღაცა პოლიტიკური პარტიის სიმპათიებში, ხო? ვინ უნდა ის მოწონდეს? მე თვითონ არც ერთი პოლიტიკური პარტიის წევრი არ ვარ და რაღაცა ჩემი პრეფერენციები გამაჩნია, მაგრამ ეს მეორე ხარისხოვანია. ჩვენ ვართ დღეს თეთრის და შავის მოცემულობაში. და ძალადობა რო ცუდია, უსამართლო განაჩენი რო ცუდია, ამას რაში ჭირდება? ზედმეტი ლაპარაკი, ხო? ხო და მე რაღაცნაირად არ ვიცი, ჯერა და მე იმედება, რომ იმ ადამიანებს, აი ეს 1.5 მილიონი ადამიანი, ვინც იქ იყო, არც იმათ მოწონთ, რაც ჩვენ ქვეყანაში ხდება. შეუძლებელია უბრალოდ, ხო, რომ თან ქრისტიანი მართლმადიდებელი იყო, თან 10 მცნებას მისდევდე და თან ყოველ მეორე მცნებას არ ღვევდე, ხო? რასაც ოცნება აკეთებს. ხო, ნუ ამ სიტუაციაში, რა ვიცი, რაღაცა შერიგებას და რაღაცებზე როცა ლაპარაკობენ, როგორ ფიქრობ, თუ შერიგებაზე და დიალოგზე არის საუბარი, პირველი ნაბიჯი ამ სიტუაციაში, სწორედ პატიმრების მიმართ ისეთი განსხვავებული დამოკიდებულება არ უნდა იყოს, თქვა, განთავისუფლება შეწყალება, ამ პოლიტიკების გამოშვება. ხო, ამის გარეშე, რავი, რა დიალოგი და შერიგება და ასეთ რაღაცა, ან საერთოდ როგორ წარმოგიდგენიათ ეს პროცესი? მე ამ საკითხზე თქვენ სახელს ამას არ დავარქვენ ნამდვილად დიალოგს, იმიტომ რომ დიალოგს მართავენ ადამიანები, რომლებსაც ერთმანეთის ესმის, ერთმანეთის მოსმენა შეუძლიათ და აზრის გამოტანა და არ არიან რაღაც ბრძანებითი მოცემულობა არ აქვს, რომ მე რო ვთქვი, ის უნდა გაიგო. ჩვენ ასეთ დიალოგებს ვხედავთ ამ ეგრეთ წოდებული ხელისუფლების მხრიდან. მე და არა მარტო ჩემი აზრია ეს, რომ პირველი და უპირობო საკითხი, რომელიც უნდა გადაწყვიტოს ამ რეჟიმმა, არის ამ მართლაც უკანონოდ დაპატიმრებული ადამიანებს, ანუ ძალიან სასაცილოა კანონები, რომლებიც აგერ დაგვაწიესო, რომ ეს კანონები საერთოდ არც ერთი არ არსებობდა მაშინ, როცა ეს ადამიანები გახდნენ რეჟიმის ტყვეები და იმ კანონებსაც ვერ არგო, იმიტომ რომ არ აქვთ არანაირი საბუთი, არანაირი მამტკიცებელი მასალა, არ ყავთ მხოლოდ და მხოლოდ ცრუმორწმუნეები და ამიტომ წარმოუდგენელია რამეზე საუბარი დაიწყოს ვინმემ სანამ ეს ადამიანები არ განთავისუფლდებიან საპატიმროებიდან და კიდე მინდა აღვნიშნო რომ ჩვენი პროტესტის მთავარი ჩემი პირადად სხვებზე
ვიცი დარწმუნებული ვარ, რომ სხვაებიც ამას გაიმეორებენ, რომ ჩემი პროტესტის, აი ხა არ გაჩერების ყველაზე დიდი მამოძრავებელი არიან ეს ადამიანები, ვინც მართლა უკარ, ანუ ყველა შეიძლება იქ ყოფილიყავით, იმიტომ მათ ისეთ იდგნენ იმ რუსთაველზე და ისე აპროტესტებდნენ მშვიდობიანად და ისე ითხოვდნენ მომავლის დაბრუნებას, როგორც ჩვენ, ყველა ჩვენთაგანი და იქ იყო უამრავი ადამიანი და ესეც გამორჩეული და შერჩეული ადამიანების დაპატიმრება, ეს კიდევ ერთი უკანონობა. რაც შეეხება აქამდე როს დომებოდა ამ რეჟიმს, აუცილებლად გადადგამდა ნაბიჯებს, პირველი იქნებოდა, რა თქმა უნდა, ამ ადამიანების. უბრალოდ ისინი უყურებენ ფაქტორებს, ანუ გარემო ფაქტორებს, რა აწყობთ და რა არ აწყობს, მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რომ შეინარჩუნონ ძალაუფლება. თუ მათ დაუდგებათ ის სამწუთას არ უდგათ ეს საჭიროება, კარგად გრძნობენ თავს, ქვეყანა მოაქციეს იზოლაციაში, ანუ თავისი ქმედებებით, ამ უკანონობით, ანუ არ არსებობს არც ერთი ქვეყანა მსოფლიოში, რომელიც არის ცივილიზებული და არ ეუბნება ამ რეჟიმს, რომ უნდა გაანთავისუფლონ ეს ადამიანები, უნდა წაიღონ ეს უკანონო რაღაც შეთითქმული კანონები ერთი კაცის ნებასრულზე მორგებული და მე სალომეს პატარა პათოს გავაგრძელებ ამაზე არ ვისაუბრებ. აი ჩვენ ნახეთ ამ დღეს, ნახეთ ვინ არის მართლა მართველი. ანუ აქ უკვე აი არაფრის თქმა აღარ ვჭირდება ჩვენ რაღაც მტკიცებულებების მოტანა, თქვენ გამოძიებებს ატარებთ, რეპორტაჟებს წერთ, რომ არაფორმალური მართველი ყავს ამ ქვეყანას. აი იმ დღეს, როცა მთელი საზოგადოება იდგა და იყო უდიდესი გლოვა და მართლა გულიდან გამოსული იყო ეს გლოვა და ყველა იყო ერთიანი, იქ გამოჩნდა ვინ მართავს ამ ქვეყანას. ნუ ამ ქვეყანას არ აქვს არანარი ინსტიტუცია, არ არსებობს არც ერთი. ანუ სასამართლოში რომ მივდივარ ჩვენ ძალიან მეცინება დღეს ელენეს სასამართლოს შემდეგ ჩემი სასამართლო. უბრალოდ შენ რას გედავებიან? მეც მედავებიან იმას, რასაც ყველა სხვას. უბრალოდ ძალიან სასაცილოდ მედავებიან ეს აუცილებლად უნდა ვთქვა, რომ შეეძლო არც კი თავს კი არ იღლის ეს რეჟიმის რომელიღაც წარმომადგენელი, რომ მოიპოვოს ისეთი ფაქტები, როგორც იმ რეჟიმის ჩვენი პატიმრების შემთხვევაში არ არსებობს არანაირი კადრი, მეც ისეთი კადრი დამიდეს, სადაც უბრალოდ სხვა მომიტინგეებს ეუბნებოდნენ და მიუთითებდნენ იმ ადგილს, რომ აი მაშინ სად უნდა ყოფილიყავი, რომ ეკითხებოდნენ ტროტუარზე, აბა სად აი აქ და ეს კადრი იყო ის და ის კადრი, სადაც უნდა მდგარიყვნენ მომიტინგები, რაზეც მოგვიწოდებდნენ, სხვათა შორის მეც გადავედი, პირველი დღე იყო ბატონო მერაფ, როცა ეს კანონი შემოიღეს, რომ საერთოდ ეხა როგორ ხდები? არა, ტროტუარზე. ნახეთ როგორი რაღაცა, ანუ რამდენიმე სასამართლო პროცესზე და ჩემ სასამართლო პროცესს მბრალდებელს წამოწდა, რომ მათი სურვილის კი არ არის, ანუ მართლა კანონს კი არ ვარღვევთ ჩვენ, მართლა ვინმეს კი არ ვაფერხებთ, უამრავი გასასვლელია, უამრავი ადგილია. მათი მიზანი არის დავალება აქვთ, რომ უნდა არ იყო. საერთოდ არ გქონდეს აზრი, არ გამოხატო, არ შეიკრიბო, არაფერი არ თქვა და აი ეს მაშინ შეგვირიგდებიან ალბათ თუ არაფერს არ ვიტყვით, მაშინ რეჟიმი ეცდება წარმართოს მოგონილი რაღაც ამას რა ქვია, რაგას ეძახიან მოდელირებული დიალოგი, ან მოდელირებული იქნება ეს დიალოგი, სანამ რეჟიმი ჩვენ უნდა უთხრათ ჩვენს თანამომხრეებს, რა ძალიან დიდ ბოდიშს გიხდით, რეჟიმი ჩვენს თანამებრძოლებს უნდა უთხრათ, რომ ჩვენ თუ არ გავაქტიურდით, ჩვენ ვიდექით ქუჩაში და ვდგავართ დღემდე, მაგრამ უნდა გავაქტიურდეთ, იმიტომ რომ რეჟიმმა უნდა ჩაგთვალოს, ან უბრალოდ მე თათია მექვაბიშვილი და სალომი კი არ უნდა ჩათვალოს, ჩვენ არ ვითხოვთ ამ ჩათვალოს. ანუ პოლიტიკური ძალები უნდა ჩათვალონ ისეთ ძლიერ ორგანიზმებად თუ როგორ უწოდო, რომ აუცილებელია მათთან საუბარი, ანუ დათმობაზე საუბარი და არანაირ, ანუ დათმობა არის პირველი რეჟიმის პატიმრების გამოშვება, რასაც ვითხოვთ, არჩევნები, რომელიც მართლა მიიტაცეს, იმისი უკან დაბრუნება, იმიტომ ჩემი ხმა, ჩემი თანამოქალაქების ხმა და ასე მზაკრულად მიიტაცეს და ეხლა ცდილობენ, რომ ანუ თავისი ქვეყანა შექმნათ, რაიმეს რო ქმნიდნენ, აი ჩვენ გაყალბებული არჩევნები თქვენ ალბათ გაგიშუქებიათ, ძირითადად საქართველოში ყველა არჩევნებზე ვამბობთ, რომ გაყალბდა. მაგრამ არსებობდნენ ისეთი ხელისუფლებები, რომ ისინი ცდილობდნენ, რომ ამ ხალხის რაღაც ინტერესები, რაღაც საჭიროებები დაეკმაყოფილებინათ. ეს არის ხელისუფლება, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ დამყარებულია შიშზე და ამ შიშს თესავს და კიდევ ერთხელ გავიმეორებს, გვიტოვებს არჩევანს, ანუ ღირსებასა და
ანუ შეგუებას შორის. აი უბრალოდ როგორ უნდა შეეგუო, როგორ უნდა გაჩერდეთ სახში, მე ნამდვილად არ ვიცი. სანდრა, შენი აზრიც მაინტერესებს ამ თემასთან, როგორ წარმოგიდგენია გაგრძელება, ან არ ვიცი, ურთიერთობა, ან რაღაცაზე საუბარი ამ ხელისუფლებასთან. იმიტომ რომ ის აღჩვენებს, რომ არანაირ დათმობაზე არაფერზე არ წამოვა არასოდეს. კი ბატონო. თათიას დავეთანხმები, რომ ყველაზე მთავარი გამოწვევა და პრობლემა ქართული ოცნების არის არაღიარება. არალეგიტიმურობა როგორც შიგნით, ისე გარეთ და კი ამბობენ რომ არ აწუხებთ სანქციები, მაგრამ ჩვენ ძალიან კარგად ვხედავთ რომ სანქციებიც აწუხებთ, საგარეო წნეხიც აწუხებთ და ისიც აწუხებთ რომ რეალურად ერთის მხრივ თავად მოინდომეს რომ აღარ ყოლოდათ პარტნიორები, მაგრამ ეხლა ისეთი ტიპის იზოლაციაში აღმოჩნდნენ და იმდენად ვერანაირ ერთობაში ვერსად ვერ აღმოჩნდნენ, ეს უკვე რეალურად მათთვის იქცა პრობლემად. როგორ უნდა გაგრძელდეს მე მგონია რომ აი რაღაც დებატების საკითხს რო შევეხოთ სიტყვაზე ხო დებატები მაშინ არის დებატები როდესაც დაცულია მინიმალური სტანდარტები და წესები დებატების ხო არის დამოუკიდებელი მოდერატორი მოდებატეებს ეძლევათ თანაბარი დრო და თანაბარი შესაძლებლობები ჩვენ რასაც ეთერებში ვადევნებთ თვალყურს დებატებთან ამას არანაირი საერთო არ აქვს ხო ამ ტიპის დებატში მონაწილეობა ალბათ საბოლოოდ ისევ ხელისუფლების წისქვილზე ასხამს მხოლოდ იმიტომ რომ ეს არის მათი მხრიდან მცდელობა რომ შიგნით და გარეთ შიგნით ხალხს და გარეთ პარტნიორებს დაანახონ რომ ცდილობენ კრიზისის განმუხტვას იმიტომ რომ ქვეყანაში კრიზისის არსებობას აღიარებს როგორც ოცნების ამორჩეველი ისე ოპოზიციური ამორჩეველი კრიზისი ნამდვილად ვერ განიმუხტება სანამ ყავს ამდენი პოლიტიკური პატიმარი მანამ სანამ ჩვენი საბაზისო მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება რისთვისაც მართლა ამდენი ხანია წელიწადზე მეტია ქუჩაში ვდგავართ, როდესაც ორი საბაზისო მოთხოვნა დაკმაყოფილდება, ამის მერე ალბათ შეიძლება ლაპარაკი, მაგრამ მინიმუმ ეს უნდა შესრულდეს. ხო, კი, და რაღაც, არ ვიცი, ნაბიჯის გადამოდვა თუ რამეს ქვია, ხო, ეგ არის პირველ რიგში. ხო, პატონ, ბოლოს შეეძლოთ ახლა მაგალითად 6 თვე გამოეტანათ სასჯელი. და გამოვიდოდა მაქსიმალური ეს 6 თვე მოხდილი ექნებოდა და გამოვიდოდა. არა, წელიწადი დაუმატეს. ელენეს ჯიან სამაგალითოდ, ჯიან შეუპოვრობისთვის, ჯიან იმისთვის, რომ უკან არასოდეს იხევს და ნამდვილად ელენესნაირ ქალებზე და ელენესნაირ გმირებზე დგას ჩვენი ქვეყანა და ყველა ცვლილება, რაც კი ისტორიულად ქონია, ყველაფერი მივიღეთ შეუპოვრობით, კონფორმიზმით, არასოდეს არსად არაფერი შეცვლილა. შესაბამისად, ელენე და მისი ოჯახი ზოგადად ისჯება სამაგალითოდ შეუპოვრობისთვის და სამშობლოს სიყვარულისთვის. მე არ მჯერა, რომ ოცნების მხარდამჭერებშიც კი არსებობს ადამიანი, ვისთვისაც ეს ყველაფერი არის ნორმალური. ელენე ხოშტარიანი ციხიდან გაავრცელა და განცხადება, როდესაც რუსულ რეჟიმს ებრძვი, არ აღიარებდა გესმის რა ბრძოლაში ხარ, გასაოცარ უპასუხისმგებლობას კი იქნებოდა არ იყო მზად მთელი რიგი დისკომფორტისთვის ამ ფონზე კი სრულიად გულწრფელად შეულამაზებლად მინდა გითხრათ, რომ ამბობს წერს ელენე ხოშტარია, სასაცილოდაც ამ ყოფნის ბიზნეს ივანიშვილს რომ გონია დამსაჯა, ვიღაცამ ოფლიც მოიწმინდა, ერთი საკითხი მოვაგვარეთო, დავსაჯეთო, მეგობრებო, ჩემთვის სასჯელი იქნებოდა, შემშინებოდა და შევუებოდი რუსებს, არ მომზადებულიყავი მათთან ბრძოლისთვის. მართლა მეცნობა მაძე, ვისაც ციხეს სასჯელი ბრძოლის შენელება გონია. პირიქით, ედგარ სიამოვნებას გურებს, ხან ეგრეთ წოდებული მოსამართლე, ხან სხვა ნებისმიერი კოცი აღიარებას რომ მეხვეწება, რა ხერხსაც არ უნდა მიმართონ, ყველა განწირულია მეცნიერება, მათ ფაციფუძე ზუსტად მაქვს გააზრებული, მათი სუსტი წერტილები და სწორედ იქ მიიღებენ შვიდად და გააზრებულად დარტყმეს. ერთ საკითხსაც მინდა შევეხო, მხოლოდ ერთხელ ჩემს 4 შვილზე მე და ჩემი ოჯახი ვართ პასუხისმგებელი და კოცების იმედად ღმერთმა დამიფაროს, რომ დამეტოვებინოს ჩემს 4 შვილს რუსის მოწყალება არ სჭირდება, მათ კარგად იციან, რისთვის იღებენ ამ განსაცდელს. კოდზე ბევრად უფრო კარგად. აქვე მინდა მადლობა გადავუხადო ოპოზიციურ ალიანსს ძალიან სუსტი აქცენტებისთვის და ნუ ჟურნალისტებს, აქტივისტებს და ელენეს ოთხიშვილი აუცილებლად იამაყებს დედამისით დარწმუნებული ვარ ამაში. ანუ რეჟიმმა ვერ მიაღწია თავის საწადლს. მისი სურვილი იყო ელენეს სამაგალითოდ დასაჯა, მაგრამ ელენესთვის ეს არ არის სასჯელი, ეს არის მისი ბრძოლა, მას ეს მთელი თავისი შეგნებული, რაც ხედავ ელენეს საჯაროდ აი ამ პოლიტიკურ ასპარეზზე მისი ბრძოლა არის შეურიგებლობა. ამიტომ ელენეს შეშინება და ელენესნაირი ქალების შეშინება არის აი რეჟიმი საერთოდ გვებძვის რატომღაც ქალებს უფრო, იმიტომ რომ რატო ეს იყო სამაგალითო სხვებისთვის
რომ გაჩერდნენ. მხოლოდ და მხოლოდ არ ელოდნენ ელენეს ამ საქციელს მიიღეს ის, რასაც ჩვენ თავაზობთ, იმიტომ რომ ამ არჩევანს ჩვენ ვერ გადავაბიჯებთ, იმიტომ რომ ერთხელ თქვით, რომ ეს ყველაფერი ჩვენს ქვეყანას აზიანებს, ეს ყველაფერი იმ ჩემს შვილებს და იმ ელენეს 4 შვილს, სალომეს შვილებს, თქვენს მომავალს ანადგურებს. აი, ამ დროს გაჩერება მე მგონია დანაშაული, ამიტომ მართლა ყველას გააზრებული აქვს რისთვის ვდგევარ და რა შეიძლება მოველოდეთ ამ რეჟიმს. გასაგებია. მადლობა დიდი განაცემაში სტუმრობისთვის. თათია მექვაბიშვილი, ჯგუფ წინაპრების დამფუძნებელი და სალომე გელაძე, სამართლის სპეციალისტი, ევროპასოდი იყვნენ ჩვენი სტუმრები. დაგვეულოთ რეკლამის შემდეგ უკვე ელენე ხოშტარიას ადვოკატი შემოგვიერთება და მასთან ერთად უფრო სამართლებრივი კუთხით გავევლით ამ საკითხს. რამდენად გქონდა საფუძველი მოსამართლეს ასეთი მკაცრი გადაწყვეტილებისთვის. მოგესალმებით კიდევ ერთხელ ჩვენ დავბრუნდით რეკლამის შემდეგ და ვაგრძელებთ ელენე ხოშტარიას საქმედან საუბარს. როგორც გითხარით, ამ შემთხვევაში ჩვენი სტუმარი იქნება ადვოკატი ელენე მაღლაკელიძე. მივესალმებ მას, გამარჯობა, ქალბატონო ელენე. მადლობა განაცემაში სტუმრობისთვის. თქვენ გიყავით ელენე ხოშტარიას ადვოკატი, მაგრამ ელენე ხოშტარიას სურვილის საწინააღმდეგო, ხო? თუ რაღაც დაახლოებით ასეთი ამბავი იყო, ანუ თქვენ არ იყავით ელენე ხოშტარიას მიერ აყვანილი ადვოკატი, იმიტომ რომ ქალბატონო ელენემ უარი თქვა დაცვაზე. კი ბატონო. და ეს ვახსნათ და თქვენ იყავით მე დანიშნული სავალდებულო წესით, ხო როგორ კი ბატონო. ელენე ხოშტარია დაკავების პირველივე დღიდან, სანამ მე ჩავერთვებოდი, მეც ვიყავი ინფორმირებული ამის თაობაზე, რომ ამ სისხლის სამართლის საქმეს არ ცნობდა. სისხლის სამართლის საქმეს არ აპირებდა პროცესებში მონაწილეობის მიღებას, ასევე გაათავისუფლა თავისი კერძო აყვანილი ადვოკატი შოთა თუთბერიძე მისი მოვალეობისგან. და არ სურდა არანაირი შედავება ამ შემთხვევაში ბრალდების მხარესთან. თუმცა, როდესაც ბრალდებული თავს არიდებს სასამართლოში გამოცხადებას, ექვემდებარება სავალდებულო დაცვას და მოხდა მისთვის ადვოკატის დანიშვნა, რომელთანაც ვერ შეთანხმდა ელენე ხოშტარია, იყო იქ გარკვეული ისტორია, რაც საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი. შემდეგ, როგორც ვიცი, სხვა ადვოკატი დაუნიშნეს იურიდიული დახმარების სამსახურიდან, რომელიც ასევე აცილებული იქნა საქმეიდან და ბოლოს იურიდიული დახმარების სამსახურმა მომართა მე ზოგადად ვახორციელებ კერძო საადვოკატო საქმიანობას, თუმცა თანამშრომლობ იურიდიული დახმარების სამსახურთან, როდესაც ბიუროს ადვოკატი ვერ შეძლებს საქმეში ჩართვას, ან არის ბრალდებული, ვთქვათ, ორი და ინტერესთა კონფლიქტი მათ შორის, ერთი ადვოკატი ინიშნება, ვთქვათ, სამსახურიდან, მეორე კერძო სექტორიდან და სახელმწიფოს ხარჯზე ხდება, რა თქმა უნდა, აღნიშნული. ანუ ასე მოხდით თქვენ ამ საქმეზე. ასე მოხდი მე აღნიშნულ საქმეში. რა პოზიცია ქონდა საქმესთან დაკავშირებით ელენეს? ანუ ელენე ამბობდა, რომ საერთოდ არაფერს თავის დაცვას არ ვაპირებ, ხო? ასეთი იყო მისი პოზიცია. ქალბატონი ელენეს ხოშტარია, მე ვიცოდი მისი საჯარო პოზიციებიდან. უფრო ღრმად შევისწავლე ბუნებრივია, როდესაც ამ საქმეში ჩავერთე მისი საჯარო პოზიციები და მისი ადვოკატის პოზიციებიც, რა სანამ შევიდოდი ადამიანთან მცოდნე და მისი ხედვა. შევთავაზე ელენე ხოშტარიას შემდეგ გამოსავალი, ანუ ერთადერთი, რასაც მე ვერ შევძლებდი, როგორც დანიშნული ადვოკატი იყო ის, რომ პროცესზე არ გამოვცხადებულიყავი, თუმცა ადვოკატის ადვოკატთა პროფესიული ეთიკის კოდექსი ჩვენ ადვოკატებს გვავალდებულებს, რომ ვიხელმძღვანელობთ კლიენტის ინტერესის უპირატესი გათვალისწინების პრინციპით. მე ელენე ხოშტარიას ავუხსნე, რომ თუ მას არ სურდა, რომ მე თქვა პირობითად შესავალი სიტყვა, დამეკითხა მისი საქმის მოწმეები და ეს იყო მისი პოზიცია ამ საქმესთან მიმართებაში. თუ ამაზე შემითანხმდებოდა, მე მოვიქცეოდი ასე, როგორც მისი ადვოკატი და ჩვენ შევძელით ამ პოზიციაზე შეთანხმება. ანუ გამოდის, რომ მე ამ თვეების მანძილზე არაფერს არ აკეთებდით სასამართლოში. არაფერს არ ვაკეთებდი, მივდიოდი როგორც მევალებოდა სხდომებზე და არანაირ პოზიციას არ ვაფიქსირებდი ელენე ხოშტარიას მითითებით. ჩვენ არც შესავალი სიტყვა გვითქვამს, არც აღკვეთის გადასინჯვაზე დამიფიქსირებია პოზიცია, არც მოწმეები დაგვიკითხავს და არც დასკვნის სიტყვის უფლებით უსარგებლია ელენე ხოშტარიას და ამ შემთხვევაში მე არ მithქვამს მისი ისიც არ დადიოდა სასამართლოს არესტად. რა თქმა უნდა, არც თავად არ დადიოდა. ეს ვინაიდან არ არის მარტივი და კლასიკური პოზიცია, მე ყოველი პროცესის წინ შევდიოდი ელენე ხოშტარიასთან, მიუხედავად იმისა, რომ ქალბატონი ელენე კარგად გავიცანი ამ დროის მანძილზე და იმედენად პრინციპული ადამიანია, დარწმუნებული ვარ, რომ პოზიციას არც ერთხელ არ შეიცვლა, მე მაინც რა თქმა უნდა ამ პოზიციას ვაზუსტებდი და ვამოწმებდი ყოველ ჯერზე, რომ არ ყოფილიყო, ვთქვათ, ცვლილება პოზიციაში და არ დარღვეულიყო მისი უფლებები.
დასაგებია. ეხლა გითხარით როგორც ადვოკატმა, რომელიც ამ საქმეს ესწრებოდით. ანუ ასე თქვა და არ მონაწილეობდით ფაქტობრივად, რა სიტყვით აი ამ განაჩენზე. რას დაეყნეს მოსამართლე, თქვენ წაიკითხეთ არევაძის განცხადება, რომელიც გაავრცელა მან ეხლა მოსამართლემ. მე წაგიკითხავთ ეხლა რას ამბობს ის, რატომ მიიღო ასეთი კაცრი გადაწყვეტილება არევაძის დანაშაულს ადასტურებს ტელეკომპანიის მიერ გადაღებული კადრები, ამბობს ასევე დაცვის თანამშრომლების მიერ გადაღებული კადრები ზიანის ჯამში 570 ლარს შეადგენსო, ასევე ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით ბანერის აღდგენა შეუძლებელია. არ არსებობდა სხვა შემამსუბუქებელი გარემოებები, ამბობს არევაძე, მის მიერ 16 ჯერ იყო ადმინისტრაციული საქმე წარმოებული და არც ერთი დაკისრებული ჯარიმა არ აქვს გადახდილი. ასევე ჰქონდა შეფარდებული გირაო, რომელიც არ გადაიხადა, ზარალი არ აქვს ანაზღაურებელი და დანაშაულს არ აღიარებს. ნახეთ, ეს ბატონმა გიორგი არევაძემ სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების შემდეგ გააკეთა დასაბუთება და ამას მეც ვესწრებოდი. აქ არის ორი დასაბუთება, ერთი გამამტყუნებელი განაჩენი რატომ გამოიტანა და ვერ დავეთანხმები. იმიტომ არა რომ ელენე ხოშტარიას ადვოკატი ვარ, იმიტომ რომ იურისტი ვარ და არ არსებობდა იქ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მით უმეტეს ქმედება არ შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს და ხო, აი ეს რო ახსნათ, ხო, ფლომასტერით ბანერზე დახატვა, რა დანაშაულის ნიშნებს შეიცავდა? ფლომასტერით ბანერზე დახატვა. ნახეთ, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდამცველთა კოდექსით ისჯება, მოდით ყველაზე მძიმე შემთხვევა ავიღოთ, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე ღირებული, ვფიქრობ არ არის გარე ფასადი და არც არავის ბანერი. სიონის ტაძარს რომ მიახატო რამე, ხო? კი ბატონო, არავის ბანერი, ვერც ერთი სარეკლამო ბანერი, ვერც ერთი პოლიტიკური პირის ბანერი ვერ იქნება ღირებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე მეტად და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე წარწერის გაკეთება ისჯება ადმინისტრაციული სახდელით და ეს არის 2000 ლარი. ეს არის ზუსტად რაზეც მე ვსაუბრობ, რომ სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები არ არსებობს ქმედებაში, თორემ ელენე ხოშტარიას პოზიცია არც გაუჟღერებია ამ საქმესთან დაკავშირებით, მაგრამ ის ფაქტია, ჩვენ ყველამ ერთად ვნახეთ, რომ ელენე ხოშტარიამ გააკეთა ეს აღიარება არა აუღიარებიაო და რა უნდა აღიარო, მართლა ყველამ ვნახა, ხო ეს რაც გააკეთა. ანუ ფაქტია, რომ ელენე ხოშტარიამ გააკეთა წარწერა, არც გაქცევა უცდია, არც ამის გადაფარვა უცდია, არც ტელეფონი გამოურთმევია იმ დაცვის თანამშრომლისთვის, რომ თქვათ მტკიცებულება გაენადგურებინ, ანუ ეს არის ფაქტი და მოცემულობა, მაგრამ ერთია ქმედება, რომ პირმა ჩაიდინა და მეორე არის ეს ქმედება ექცევა თუ არა სისხლის სამართლის დანაშაულის ჭრილში და ეს ასეა რომ ვერ მოექცევა და არ უნდა მოქცეულიყო. მეორე რაც მოსამართლემ დაასაბუთა ჯარიმებზე მითითების კუთხით. ხო, არ იხდის ჯარიმებს. ხო, არ იხდის ჯარიმებს, არ გადაიხადა გირაო, არ ცხადდება, არ აღიარებს. ეს ნაწილი დასაბუთების ეხებოდა სასჯელის ზომას. პრაქტიკულად ამითი განმარტა მოსამართლემ, რატომ ვერ გამოიყენებდა ჯარიმას ელენე ხოშტარიასთან მიმართებით. და ამითი ცადა აეხსნა მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რასაც რა თქმა უნდა არ ვეთანხმები, იმიტომ რომ განაჩენი გამამართლებელი უნდა ყოფილიყო ცალსახად. სამართლიანი და ობიექტური სასამართლოს პირობებში, მაგრამ ანუ გამამართლებელი რას ნიშნავს? ანუ საერთოდ არაფერი არ უნდა შეფარდებოდა თუ ჯარიმა უნდა შეფარდებოდა? არა, ნახეთ, ელენე ხოშტარია უდანაშაულოდ უნდა ყოფილიყო ცნობილი, იმიტომ რომ სადაც არ არსებობს სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი ქმედება, იქ გამამტყუნებელი განაჩენიც არ უნდა დადგეს. ექსპერტს რა შეეხება, ამასთან დაკავშირებითაც მინდოდა მეთქვა, ახლა მე პროცესზე ვერაფერს ვერ ვამბობდი, შესაბამისად ტელევიზიებთანაც ამ დეტალებში არ შევსვარ, მაგრამ ნახეთ, ზიანის ნაწილშიც დასკვნით იყო დადგენილი, რომ ვერ მოხდა ბანერის აღდგენა. როდესაც ექსპერტი მოვიდა ქიმიური და დაიკითხა სასამართლოს წინაშე, მან განაცხადა, რომ სუბუქი ხსნარით ცადა ბანერზე წარწერის მოშორება. და ვერ მოაშორა. მე არ ვსვავ კითხვებს, ან ნახეთ რეჟიმია, რომ დაცვის მხარე ხმას არ იღებს, მაგრამ ექსპერტი აგრძელებს. უფრო მძიმე საშუალებით არ მიცდია, იმიტომ რომ შესაძლებელია ბანერი დაზიანებულიყო, მაგრამ მეორეს მხრივ ხო არის შესაძლებელი, რომ ბანერი არ დაზიანებულიყო და პირობითად წარწერა წაშლილიყო. ეს დასკვნაც კი არ იყო იმ სტანდარტის, რა სტანდარტისაც უნდა იყოს დასკვნა, რომელსაც ეყრდნობა გამამტყუნებელი. სისხლის სამართლის მაშინ რა მუხლი მიუყენეს მას? თუ ეს უნდა ყოფილიყო როგორც ადმინისტრაციული წესით, 197 მუხლის პირველი ნაწილი, რაც არის განზრახ ნივთის დაზიანება ან განადგურება. ანუ საერთოდ სხვა კუთხით წავიდა. კი ბატონო. ამასთან ეს რამდენად ადეკვატური მუხლი იყო ამ შემთხვევაში? არ არის რა თქმა უნდა ადეკვატური და ზუსტად მაგას ვსაუბრობ ტელევიზიებთანაც ამდენი ხნის მანძილზე, რომ აქ ნამდვილად არ არსებობს სისხლის სამართლის
დანაშაული და ეხლაც მაგას გეხსნედით ზუსტად, რომ ეს მაქსიმუმ არის ადმინისტრაციული სამართალ დარღვევა. ანუ სხვისი ნივთის განადგურება ესეც სადაა, ამ შემთხვევაში წავიდნენ არა იმ უხრით რომ მაგალითად როგორც სვეტი ცხოველზე რომ დაწერას გააკეთებ ან სადმე და აი დააზიანე რაღაც კულტურული 2000 ლარი გეკუთვნა, არამედ ჩვენ ბანერი გაანადგურე. ამ შემთხვევაში დაზარალებული იყო ქართული ოცნება, რომლის ბანერიც დაზიანდა. ეს იყო დაზარალებული იყო კახა კალანძე საქმის. ანუ რომ ბანერი გაანადგურე, ხო ეს იყო ასე თქვა მიდგომა. სხვა რა ის ჰქონდათ მტკიცებულებები საქმეში? და რა არგუმენტები მოსამართლეს? მტკიცებულებები დანარჩენი რაც თქვენ ციცით, აი ეს კადრები, რაც ტელევიზიებით გავიდა, ის დაცვის ცვლის უფროსი, რომელმაც მოყვარო დაინახა რომ ელენე ხოშტარია წარწერას აკეთებდა, იცნო, იმიტომ რომ ცნობადი პირიაო. მივედი და ვუთხარი, ვინაიდან ადმინისტრაციულად ვიცოდი რომ ისჯებოდა ეს ქმედება, ვუთხარი რომ გაჩერებული იყო. მაგრამ არ გაჩერდა და ნუ ასეთი ინფორმაცია რაც გასაგები ფიქრობთ რომ ხა ეს რაღაცა ეს შურისძიები არის, რადგან ასე წაუყენეს საქმე, ხო? და არა ადმინისტრაციულად, არამედ სისხლის სამართლის. რთულია რომ ასე არ ვიფიქრეთ. ობიექტურად რთულია რომ ასე არ იფიქროთ, ხო? რთულია რომ ასე არ ვიფიქრეთ, კი ბატონო. ხო, ნუ რაღაცა ესე თუ პოლიტიკურ შურისძიებას გააქვს, ხო, როგორც ხდება? კი ბატონო, ანუ ნახეთ მე ბევრჯერ აღვნიშნე. ეს ქმედება ვინაიდან აბსოლუტურად ამოვარდნილია სისხლის სამართლებრივი ჭრილიდან, გამოძერწილია ესეთი მძიმე ბრალდება და დღეს ჩვენ განაჩენიც მოვისმინეთ ამასთან დაკავშირებით. ჩვენი რეალობა, ანუ რა ხდება სასამართლოში ბოლო პერიოდში, ისედაც ცხადია და თქვენც კარგად იცით, ძალიან ბევრ საქმეზე ჩვენი შეფასებით უსამართლო განაჩენებით გება და ელენე ხოშტარიას განაჩენიც ასეთია. ცალსახად ასეთია, მაგრამ დღესაც ვთქვი, ეს არ ეხება მარტო ელენე ხოშტარიას, არ ეხება ვიღაცა ერთ კონკრეტულ ადამიანს, ეს ეხება მთლიანად საზოგადოებას, იმიტომ რომ ეს არის დასჯის მექანიზმი. როგორ ექცევა სახელმწიფო კრიტიკულ ხვეებს, განსხვავებულ აზრს, აი ამას გვიმტკიცებს ყოველდღიურად ასეთი განაჩენებით. ელენე ხოშტარიას სასჯელის არ ეშინოდა, ზუსტად იცოდა, რაც იქნებოდა, ქონდა კიდეც ამისი მოლოდინი, სიმართლე გითხრათ, მე უფრო მეგონა, რომ რაღაც განსხვავებული მოხდებოდა გულის სიღრმეში. და ის ამისთვის მზად იყო. ელენე ხოშტარიასთვის ციხე არ არის სასჯელი, მისთვის სასჯელი იქნებოდა, დღეს განცხადება გავრცელდა მის მიერ გაკეთებული, მისთვის სასჯელი იქნებოდა შიში უკან დახევა. და სწორედ ეს არის ის, რასაც ელენე ხოშტარია არ აპირებს. ხო, პრინციპში აი თქვა და ხელისუფლების ეს ნათქვამით რომ აი არ აღიარებს, ხომ მე ასე მესმის, იმიტომ ასაღიარებელი არაფერი არ არის, ხო, კამერებზე არის ყველაფერი გადაღებული, ნიშნავს ალბათ რომ არ ინანიებს, ხო, ამას და რაღაც. არ აღიარებს როგორც დანაშაულს და არ ინანიებს, დიახ. ხო, ამას ნიშნავს. თუმცა აქ ისიც გასათვალისწინებელია, რომ ელენე ხოშტარია იმ მომენტში გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში მოქმედებდა და გამოხატვის თავისუფლება ჩვენ თითოეული ჩვენგანის კონსტიტუციური უფლებაა. გავიგე, ხო, მასოისი ნივთის დაზიანება ეს მუხლი ხა ნივთსაც ხო გააჩნია ალბათ, ხო, ამ მუხლის მიხედვით. ხო, ამ რა ნივთი არის, მაგალითად ერთი არის მანქანას რო დააზიანებ ვიღაცის, ან რაღაცა ძვირად ღირებულ ნივთს და მეორეა, ხა საარჩევნო ბანერი რომ ჩამოუხიოს, ერთად წარმოვიდგინოთ, რომ სადღაც გაკრული საარჩევნო ბანერი რომ ჩამოხიოს ადამიანმა, ციხია ეს? ეგრე გამოდის, ხო, ხა ის ბანერი ხო იმისი ნივთია. ვიღაც პარტიის ნივთია, გააკრა ბანერი და მივედი და ჩამოუხიე რა. შეიძლება 1000 ბანერი ჩამოუხევიათ, ხო, საარჩევნო ბავშვებს ჩამოუხევიათ ვიღაცებს. ესეც ხო არის, მაშინ გამოდის ნივთის თუ ასე მივუდგები. ესეც მაქსიმუმ ადმინისტრაციული სამართალ დარღვევაა. კი ბატონო, მაგას. ხო, მაგრამ აი ეს ამბობ რომ ნივთის დაზიანებაა, ხო. ჯერ არ უთქვიათ გაკრულ პლაკატზე ბავშვები არ დაუჭერიათ და ძალიან კარგია, მაგრამ ესეც იმიტომ რომ ბავშვებს ვერ პოლიტიკური ინტერესი არ აქვს, ხო? შესაძლებელია. ხო, და ანუ ამ შემთხვევაში გამოდის რომ რადგან პოლიტიკური ინტერესი, ესე იგი ასე უდგებიან, რომ აი რაღაცა 400 ლარიანი ბანერი და ამის გამო წელიწად 6 თვე. აი ერთია რომ დანაშაულმა. აი ეს მუხლიც ხო ითვალისწინებდა უფრო სუბუქს არჩევს. ალტერნატიულ სასჯელებს ითვალისწინებდა. თვითონ ეს სისხლის სამართლებრივი მოვლენა. და სწორედ ამას ემსახურებოდა მოსამართლის დასაბუთების მეორე ნაწილი, რადგან ჯარიმები არ გადაუხდია, რადგან გირავ არ გადაიხადა, რადგან არ ცხადდება. სასამართლომ ესეც ერთგვარ უპატივცემულობად მიიჩნია როგორც ჩანს და გამოიყენა თქვათ უფრო მკაცრი სასჯელი, ვიდრე შეეძლო რომ გამოეყენებია, მაგრამ ელენე ხოშტარიას პოზიცია ნახეთ ვინმეს უპატივცემულობაზე არ იყო ძირითადად დაფუძნებული, მისი პოზიცია იყო პრინციპული და ეს იყო მისი პასუხი იმ უსამართლობაზე,
და იმ საქმეზე, რაც მას პოლიტიკურად მოტივირებულად მიაჩნდა. ხო, ну მე წაღანაც ვთქვი პირველ ბლოკში და ალბათ მოსამართლე მაგალითად შეეძლო, თუნდაც 6 თვიანი სასჯელი გამოეტანა და 6 თვიანი არ შეეძლო, გამოვიდოდა რა. თავისუფლების აღკვეთა იწყებოდა 1 წლიდან. ну კაი ერთ წლიანი ყოფილიყო წელიწად 6 თვე რატო იმსაჯი. ხო, ну რადგან არ აღიარებდა, ეს იყო მისი არგუმენტი. აჰა, ესე არ აღიარებდა, მაგრამ მაშინ იჯექი ციხეში ბოლო. კი ბატონო. ხო, ну თქვენ თქვით რომ აი ამ უსამართლობის მას ვადებთ, ხო, თვალყურს, ხო, სხვა საქმეებსაც არა, აი ტროტუარზეც ხალხს ასამართლებელ ხედავთ, ხო, ხედავთ აგერ ქუჩის გადაკეტვაზე ასამართლებენ ადამიანებს. თქვენ როგორც ადვოკატს, რომელიც არ ახართ ესე რაღაცა პოლიტიკურად ანგაჟირებული, ხო, არა ადვოკატები, რომელიც პოლიტიკაში ჩართულები არიან და მათი პოზიცია გასაგებია, მაგრამ აი თქვენ როგორც ადამიანი, რომელიც არ ახართ ესე ჩართული პოლიტიკაში, თქვენ როგორც ნეიტრალური ადამიანი, როგორ უყურებთ თუნდაც ამ კანონებს? რომლებიც ახლა მიიღო ხელისუფლებამ ამ გამკაცრების კუთხით და რაღაცა სისხლის სამართლის დანაშაული გახდა ქუჩის გადაკეტვა, ტროტუარზე დგომაც აღარ შეიძლება, ამას როგორ შეაფასებთ? სამწუხაროდ. ამ კონტექსტში მთლიანად. სამწუხაროდ ეს კანონები უკვე კანონია და თავისი იურიდიული ძალა აქვს, შესაბამისად ის სახდელები და სასჯელები, რაც ენიშნებათ ადამიანებს ამ კანონის შესაბამისად ვითომ და სამართლებრივად სწორია, მაგრამ თავარია რატომ მიიღეს კანონი. ეს კანონი არის მოტივირებული იმისთვის, რომ ადამიანებს შეუზღუდონ გამოხატვის თავისუფლება და ლახავს პირდაპირ ადამიანების უფლებებს, თუნდაც პროტესტის გამოთქმის კუთხით. იმიტომ რომ შეიძლება ყველა ხელისუფლებას ყავს მომხრე და მოწინააღმდეგე და მოგწონს თუ არ მოგწონს, მე არ ვარ ხელისუფლებაში, მაგრამ როდესაც ხარ ხელისუფლებაში, ამისთვისაც ვსად უნდა იყო და მინიმუმ უნდა გქონდეს უნარი, რომ კრიტიკული ხმები მოისმინო. შეიძლება არ დაეთანხმო, მაგრამ ხალხს უნდა აცადო, რომ გამოხატოს თავისი აზრი. ხო, ну რაღაც არგუმენტი და არსებობდა ალბათ, როცა საუბარი იყო, რომ ცოტა ადამიანმა არ უნდა გადაკეთოს ქუჩის სავალი ნაწილი, რომ იქ მანქანებმა იარონ და როცა ცოტა ხარ, თქვათ, ნუ გადაკეტავ, სანამ იმდენი არ იქნებით, რომ ტროტუარზე ვერ დაეტევით, მაგრამ ну აქ გავიგეთ არგუმენტი არის, მაგრამ არ ვეთანხმები, რომ ეს სისხლის სამართლების დანაშაული უნდა იყოს, მაგრამ ეხა იქამდე მივიდე, რომ კაი, ქუჩაში ნუ დადგები, მაგრამ ეხა გეუბნები, რომ ტროტუარზეც ნუ დადგები. როცა ეს ქუჩაში დგებოდი და გეუბნებოდნენ, რომ რა გინდათ ქუჩაში, ცოტანი ხარ და ტროტუარზე დადეკით. ეხლა უკვე სახლიდან გამოხატოთ თქვენი აზრი. ტროტუარზე დევანს არ შეიძლება. ეს კანონი ამას გვეუბნება, იმიტომ რომ ტროტუარზე ვერ ვდგებით, ქუჩაში ვერ დავდგებით და გზას ვერ გადავკეტავთ, ნუ მე არ გადამიკეტია, მაგრამ ზოგადად ვამბობ და შესაბამისად მაშინ სად უნდა გამოხატოს ადამიანმა პროტესტი. ანუ შეზღუდვას აწესებს პრაქტიკულად აზრის გამოხატვის ამ შემთხვევაში. კი, და როგორც თქვენ ამბობთ, პირდაპირ კანონი გეუბნება, რომ სახლში გამოხატე პროტესტი. კი ბატონო. სამზარეულოში. გულში. გულში, ხო, კი ბატონო. ну მოკლედ ასეთი არის ეს საქმე, ელენე ხოშტარია საქმე, კიდევ ერთხელ შევახსენებ ჩვენს მაყურებელს და რადიო მსმენელებს, ქალს 4 შვილის დედას წელიწად 6 თვით პატიმრობა მიუსაჯეს კახა კალაძის ბანერზე ფლომასტერით გაკეთებული წარწერის გამო და ეს იმაზე და როგორც ადვოკატმა ახსნა, სიონის სტანდარტიდან სვეტის ცხოველზე წარწერის გაკეთება ისჯება 2000 ლარით. კახა კალაძის ბანერზე წარწერის გაკეთება ისჯება პატიმრობით 1 წლითა და 6 თვით. ასეთი არის ჩვენი სამართალი. მადლობა ელენე მაღლაკელიძე იყო ჩვენი სტუმარი ადვოკატი. მე გემშვიდობებით სულ 1 საათით 9-ის ნახევარზე და დაგიბრუნდებთ გადაცემით პოლიტიკური სივრცე და გავაგრძელებთ საუბარს მიმდინარე თემებზე.